და მოვაწექი და გადაცემას ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო ვიდეოთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვა მომცა. ესე იგი, აქ არის აღბეჭდილი ერთი ფრიად საინტერესო შემთხვევა. ბიძინა ივანიშვილის კორტეჟი მიდიოდა დასავლეთში და იგი გააჩერა პოლიციელებმა. ორი მანქანის გამო გაგვაჩერდა. თქვენ გვართ გვეთქვით? ბატონო, მუშაობაში ვიშლით ხელს. კაცრავად. თქვენ ნახეთ, მოისმინეთ, რომ ორი მანქანა იწვევდა ეჭვს, მძღოლებს უთხრეს და დაცვის წევრებს, დაცვის უფროსს, რომ ეს მანქანები საჭიროებდა გადამოწმებას, ძებნაზე იყო გაცემული და მისთანა. შემდეგ გაგრძელდა კვლავ პოლიციელებთან ურთიერთობა. ეგეთი უფლება გაქვს? კანონით მონიჭებული უფლება. 3 საათი რო გაგვაჩეროთ ეგეთი უფლება გაქვს? მაგ გაჩერებ თქვენი გაჩერების უფლება. 3 საათი. 3 საათი არა. გაგრძელდა ეს გაჩერების ამბავი დაახლოებით კიდევ 10-15 წუთი. დაცვის უფროსი ცდილობდა რაღაცის გარკვევას. აუა ნომრებით მანქანა. გასარკვევია რა. იმარა, თქვენ არ ყვევთ და ჩერაშუაში ვარ. თქვენ უნდა გაარკვიოთ, ხო? შეიძლება გასარკვევი იყოს საკუთარი მანქანა, ეს მისცემ. მანქანა რომელსაც ხო პოლიციის სასახა. რა უნდა გასარკვევი მისცემ ტექნიკის პოლიცია. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ თავად ივანიშვილი გადმოვიდა მანქანიდან და შეიძლება ნახოთ მისი საუბარი პატრულის მუშაკებთან. შეიძლება გვარი. პატრულის ინსპექტორი გობოსოვი. გასამოწი. რა გაინტერესებს? ხოლმე მაინტერესებს მარტო მოწვეული. ყველანი უგადროძადებს მახარაკის და დაგვა. ვინა რომელია თქვენი? თქვენი უფროსი რომელია? უფროსი არ არის. ოი ხედი აქ მოიჭრა. მოიჭრა გამომოდი. მოდი. გასასვლელში რომ გამოვედით ეს მანქანას ვეჩვენე ღიად, რომელიც დგას. და როგორი დავალება გაქვს? გამდენი მანქანა რომ მოგროვდა ორი მანქანა და ამდენი. არა, მე დავალება რომ რაღაც გასარკვევია გავაკეთე. რა არის ფიქსანტები? ორთოთაგალ მანქანას. არღობაჩერე ტრასაზე რა გვაქვს? არასორ მანერზე ვაჩერებ. ბატონო? არასორ მანერზე ვაჩერებ. რომელი მანერი გააკეთე სადაც? აგისმენთ ეკიპაჟი ახლა საუბარი. ეკიპაჟი აგისმენთ. თქვენ აჩერებთ არასორ მანერაზე და არა იმას შემოწმებაზე რომ მანქანა ხო. ერთად. გაიმეორეთ რაზე გააჩერეთ. ერთად. გაიმეორეთ. გაიმეორეთ რაზე გააჩერეთ. არასორ მანერზე გააჩერეთ, არასორ მანერზე გააჩერეთ. არ პასუხი გამეცი ადამიანი სადრე გოლი. გოლი გერმი არის. ძალიან ახალგაზრდა კაცო. მე ვიცი რომ თქვენ ძალადობას ახორციელებთ. არ ამას პრეტენზია. ჩვენზე ძალადობას არავინ ახორციელებს. შეგიძლიათ გაიმეორეთ აცი. ისი გაგვაჩერეთ. ჩვენ ვასწრებთ ჩვენ მოვალეობას. ისი გაგვაჩერეთ. ძალიან კარგი ახალგაზრდა ბრალი გასარკვევია ბოლოს. არ შეგიძლიათ გაიმეორეთ. არა, არ შეგიძლიათ გაიმეორეთ აცი. ამის შემდეგ ინციდენტი თითქმის ამოიწურა, თუმცა კიდევ ერთხელ რაც გარკვეულ დაბნეულობას ჰქონდა ადგილი აი ამ პოლიციელებმა. ბატონ პარტა 20-აურია. მოგდამით, ეს გავერკვეთ რა იყო შეგაიგაცო, მოდიეთ. ეს თქვენ სპორტ დაგავალეთ, არა? რა დავალება გაქვს? ალო გაგვაჩერეთ. ისთვის ახავთ, ისთვის ზანდები. პოტენციალი მე არა ვარ პოპ. მე თქვენ დასახმარებლად მოდივარ, მე თქვენზე არა ვარ ნაწყენი და მინდა რომ კარგად გავარკვიოთ. აი რისთვის მოხვედით, თქვენ რისთვის გაგვაჩერეთ?
ხო რა არის მიზანი გაჩერების რო არა ეს უკვე ჩანაწერი არასწორი მანევრის გაგვაჩერეთ პირველი შემთხვევა პირველი ასეთი ესეთი იყო ესე შემდეგ სადაგო საბუთი არასწორი მანევრი გავაკეთე არასწორი მანევრი საკითხია ჩათვლის საფრთხე ეკიპება მან არასწორი მანევრი გააკეთა ხაისგანხაში გადავიდა სიმსიმის გარეშე გადაგზავნა ორი მანქანა ჭირდება ამის ორი კი არა 4 მანქანა მოგდა არა თქვენი მანქანები ორი ჭირდებოდა ამისთვის თოდაცოდით გაგიჭირებია მე 22 ვარ შემიძლია ეკიპაჟთან მოვიდე ნებისმიერ დროს ხო შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება და აბსოლუტურად გეთანხმებით ეს ამის დარღვევა პრობლემა არ არის ჩვენს გვაქვს ჩვენ ვართ მოქალაქეები თქვენი ვალია დავიწყოთ თუ დავარღიეთ და მიგვითითო რა იყო დარღვევა ისთვის გაგვაჩერეთ გაიმეორეთ კიდევ ერთხელ კი ბატონო ჩვენ ეს დროს კი განვნახეთ ეს აი ეს მანქანის გარკვევა რომ ნომრები არ არის ან გითხარით მანქანა რომელიც შუაში იდგა რომელსაც ჩვენ გვაქვს ჩანაწერი ეხლა მის შეაბრუნებს ვაკა სოფელში ჩავარდები რაღაც ლოგიკურად ააგეთ რაღაც ხო რა შეიძლება ითქვას აქ პირველი ცხადია რომ რაღაც სულელური მიზეზით მოხდა გაჩერება ჯერ იძახდნენ რომ გადასამოწმებელი ყავსო ეს ნომრებიო მე მანევრი იყო არასტორიო მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აი ხა თქვენ ნახავთ კოლაჟს სადაც ნათლად არის ნაჩვენები თუ როგორ საუბრობენ გამუდმებით პოლიციელები სამსახურეობრივი მოვალეობის ასრულებისას ტელეფონზე აი ნახეთ ეს მეტყველებს მარტივ რაღაცაზე რომ ამ პოლიციელებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება რომ ამ შემთხვევაში თავად გადაწყვიტონ თუ რა უნდა ქნან. ისინი ჯერ უკავშირდებიან უფროს, მერე ის უფროსი თავის უფროს, უფროსი თავის კიდევ ერთ უფროს, მერე ვანო და ბოლოს მიშა. შეიძლება კონკრეტულ ამ შემთხვევაში მიშა არ ეუნებოდა 20 მეთაურს რა უნდა ეკეთებინა, მაგრამ ვერტიკალი აი ასეთია. თავისთავად პირადად მეც ყოველთვის დიდი სიმპათიებით ავარ საპატრულო პოლიციისადმი, მაგრამ მდგომარეობას აბუჭებს სწორედ ამ საკითხების პოლიტიზება. თუ დამნაშავე იყო ესკორტი და მანევრი გააკეთა არასწორი, უნდა დაეჯარებინათ. თუ გადაცემული იყო ძებნაზე მანქანები, უნდა დაეკავებინათ მანქანების მომტაცებლები. ინციდენტი ამით არ ამოწურულა, იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ივანიშვილი ბრუნდებოდა უკან. გორის უღელტეხილის გვირაბი გადაკეთეს ზუსტად 20 წუთით, რომ რაღაც სხვა გზითი არა ივანიშვილის ავტომობილს და შემდეგ უკვე გახსნეს ძალიან მალე. ამ ინციდენტს ივანიშვილის ადვოკატები სწავლობენ. ფაქტი ეს არის, ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიზირებული პოლიციის პირობებში, რაც არის ძალიან ცუდი, რაც არ არის კარგი და ეს უნდა გამოსწორდეს. ამით შემოძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს 4 შაბათს გადაცემაში აკრედიტაციის გარეშე 22 საათსა და 30 წუთზე.